დაპირებისამებრ გთავაზობთ ინფორმაციას ცხოველების, ფრინველების, თევზების, მათი ჯანმრთელობის და გავრცელებული დაავადებების შესახებ. ასევე მოვლის და ფსიქოლოგიის თემაზე. ძროხის ცველადობა ზამთრის პერიოდში. ძროხის ცველადობა ზამთრის პერიოდში ხშირად იკლებს. ეს გამოწვეულია რამდენიმე ფაქტორით. ტემპერატურის დაქვეითება, სიცივე ზრდის ძროხის ენერგიის მოთხოვნილებას სხეულის სითბოს შესანარჩუნებლად. შედეგად ნაკლები ენერგია რჩება რძის წარმოებისთვის. ევროპული სტანდარტების მიხედვით, ძროხების კომფორტის ზონა ტემპერატურის მხრივ არის 5 K-დან 25 K-მდე. როდესაც ტემპერატურა ამ ზღვარს ქვემოთ ეცემა, ძროხის ორგანიზმი მეტ ენერგიას ხარჯავს გათბობაზე და ნაკლებ რძეს გამოიმუშავებს. საკვების ხარისხი და ხელმისაწვდომობა, ზამთარში ხშირად რთულდება ახალი საძოვრების მოძიება და ხელმისაწვდომია ძირითადად კონსერვირებული საკვები, სილოსი, თივა. ამ საკვების კვებითი ღირებულება შეიძლება განსხვავდებოდეს ზაფხულის მწვანე საძოვრებისგან, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს რძის წარმოებაზე. ევროპული რეკომენდაციები ხაზს უსვამს ზამთარში დაბალანსებული რაციონის მიწოდებას, რომელიც უზრუნველყოფს საკმარის ენერგიას, პროტეინებს, ვიტამინებსა და მინერალებს. სინათლის ნაკლებობა, დღის ხანგრძლივობის შემცირება ზამთარში გავლენას ახდენს ძროხის ჰორმონალურ ბალანსზე. კერძოდ მელატონინის დონის მატებამ შეიძლება შეამციროს რძის წარმოება. ევროპული გაიდლაინები გვირჩევენ, რომ ძროხებს მიეწოდოთ საკმარისი განათება, განსაკუთრებით იმ შენობებში, სადაც ისინი იმყოფებიან ზამთარში. შეზღუდული მოძრაობა, ზამთარში ძროხებს ხშირად აქვთ შეზღუდული მოძრაობა, რამაც ასევე შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს მათ ფიზიოლოგიურ მდგომარეობაზე და რძის წარმოებაზე. ევროპული სტანდარტები გვირჩევენ ძროხებისთვის კომფორტული პირობების შექმნას, მათ შორის საკმარისი სივრცის გამოყოფას გადაადგილებისთვის. ძროხის ცველადობის გაზრდა ზამთრის პერიოდში კომპლექსურ მიდგომას მოითხოვს, რომელიც მოიცავს კვების რაციონის ოპტიმიზაციას, სათანადო მოვლასა და კომფორტული გარემოს შექმნას. ზამთრის პირობებში, როდესაც ბუნებრივი საძოვრების ხელმისაწვდომობა შეზღუდულია და ტემპერატურა დაბალია, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ძროხების მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას. კვების რაციონის ოპტიმიზაცია. ენერგიის მოთხოვნილების დაკმაყოფილება, ზამთარში ძროხის ორგანიზმი მეტ ენერგიას ხარჯავს სითბოს შენარჩუნებაზე, ამიტომ რაციონში უნდა გაიზარდოს ენერგიის შემცველი საკვების წილი. ევროპული რეკომენდაციები ხაზს უსვამს, რომ ზამთრის პერიოდში რაციონში უნდა იყოს საკმარისი რაოდენობით ნახშირწყლებით ცხიმები და ცილები. ენერგიის ძირითადი წყარო შეიძლება იყოს მარცვლეული, სიმინდი, ქერი, ხორბალი, კარტოფილი, ჯარხალი და სხვა მაღალკალორიული საკვები. ცილების ბალანსი, ცილები აუცილებელია რძის წარმოებისთვის, ამიტომ რაციონში უნდა იყოს საკმარისი რაოდენობით ცილოვანი საკვები. ცილის წყარო შეიძლება იყოს პარკოსნები, სოიო, ბარდა, ცერცველა, მზესუმზირის შროტი, რაფსის შროტი, თევზის ფქვილი და სხვა ცილოვანი დანამატები. ევროპული სტანდარტების მიხედვით, რაციონში უნდა იყოს ბალანსი როგორც ადვილად ასათვისებელ ცილებს, ისე ნელა ასათვისებელ ცილებს შორის. უჯრედისის შემცველი საკვები, უჯრედისი აუცილებელია ძროხის საჭმლის მომნელებელი სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის და რძის წარმოებისთვის. უჯრედისის წყარო შეიძლება იყოს თივა, სილოსი, ჩალა და სხვა უხეში საკვები. ევროპული რეკომენდაციები გვირჩევენ, რომ რაციონში უხეში საკვების წილი იყოს არანაკლებ 40-50. მინერალები და ვიტამინები. მინერალები და ვიტამინები აუცილებელია ძროხის ჯანმრთელობისთვის და რძის წარმოებისთვის. ზამთარში, როდესაც მწვანე საკვები შეზღუდულია, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ვიტამინების, განსაკუთრებით A, D და E ვიტამინების და მინერალების, კალციუმის, ფოსფორის, მაგნიუმის, სელენის და სხვა დამატებას რაციონში. ამ მიზნით შეიძლება გამოყენებული იქნას სპეციალური მინერალურ-ვიტამინური დანამატები, რომლებიც ხელმისაწვდომია ვეტერინარულ აფთიაქებში. წყალი, ძროხებს ყოველთვის უნდა ჰქონდეთ სუფთა და თბილი წყლის ხელმისაწვდომობა. წყლის ნაკლებობამ შეიძლება მნიშვნელოვნად შეამციროს რძის წარმოება. ვეტერინარები გვირჩევენ, რომ ძროხებს მიეწოდოთ დღეში 40-60 ლიტრი წყალი, რაც დამოკიდებულია მათ ზომაზე, რძის წარმოებაზე და გარემოს ტემპერატურაზე. რეკომენდებული საკვები დანამატები. პრობიოტიკები. პრობიოტიკები შეიცავს სასარგებლო ბაქტერიებს, რომლებიც აუმჯობესებენ საჭმლის მონელებას და საკვები ნივთიერებების ათვისებას. ისინი ასევე ხელს უწყობენ ნაწლავური ფლორის ბალანსის შენარჩუნებას და იმუნიტეტის გაძლიერებას. საფუარი. საფუარი ხელს უწყობს საკვების მონელებას და ნაწლავებში მიკროფლორის განვითარებას, რაც თავის მხრივ აუმჯობესებს საკვები ნივთიერებების ათვისებას და რძის წარმოებას. ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები. ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები აუმჯობესებს ძროხების რეპროდუქციულ ფუნქციას და რძის ხარისხს.
მათი წყარო შეიძლება იყოს სელის თესლი, თევზის ზეთი და სხვა დანამატები. კალციუმი აუცილებელია რძის წარმოებისთვის და ძვლების ჯანმრთელობისთვის. კალციუმის დანამატები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მეცვალ ძროხებში. ფოსფორი მნიშვნელოვანია ენერგეტიკული ცვლისთვის და ძვლების ჯანმრთელობისთვის. ფოსფორის დანამატები შეიძლება სასარგებლო იყოს ძროხებში, რომელთაც აქვთ ფოსფორის დეფიციტი. სხვა რჩევები. საკვების მიწოდება. საკვები უნდა მიეწოდოს ძროხებს რეგულარულად და საკმარისი რაოდენობით. ძროხებს უნდა ჰქონდეთ საკმარისი ადგილი საკვების მისაღებად და უნდა გამოირიცხოს საკვების კონკურენცია. სათანადო მოვლა. ძროხებს უნდა მიეწოდოთ სუფთა და მშრალი საწოლი, ასევე უზრუნველყოფილი უნდა იყოს კარგი ვენტილაცია. სათავსებში უნდა იყოს კომფორტული ტემპერატურა და არ უნდა იყოს ნაკადი. რეგულარული ვეტერინარული შემოწმება. ძროხები რეგულარულად უნდა შემოწმდნენ ვეტერინარის მიერ, რათა დროულად გამოვლინდეს დაავადებები და მიეცეს შესაბამისი მკურნალობა. მეცვალ ძროხებში რძის წარმოების ოპტიმიზაციისთვის აუცილებელია დაბალანსებული კვების უზრუნველყოფა, კომფორტული გარემოს შექმნა და სათანადო მოვლა. კერძოდ რეკომენდებულია. რაციონში უნდა იყოს საკმარისი რაოდენობით ენერგია, ცილა, უჯრედისი, მინერალები და ვიტამინები. რაციონის შემადგენლობა უნდა შეესაბამებოდეს ძროხის ფიზიოლოგიურ მდგომარეობას, ძველადობა, ორსულობა, ასაკი და სხვა. ძროხებს უნდა ჰქონდეთ სუფთა და თბილი წყლის ხელმისაწვდომობა. სათავსებში უნდა იყოს კომფორტული ტემპერატურა და კარგი ვენტილაცია. ძროხებს უნდა მიეცეთ საკმარისი სივრცე გადაადგილებისთვის. საჭიროების შემთხვევაში უნდა იქნას გამოყენებული საკვები დანამატები. უნდა ჩატარდეს რეგულარული ვეტერინარული შემოწმება. ზემოთ მოყვანილი რეკომენდაციების გათვალისწინებით და სათანადო ძალისხმევით შესაძლებელია მნიშვნელოვნად გაიზარდოს ძროხების რძის წარმოება ზამთრის პერიოდში. დასვით თქვენი კითხვები კომენტარებში. ასევე მოგწერეთ, რის შესახებ გსურთ მოგიმზადოთ ინფორმაცია. არ დაგავიწყდეთ გამოიწერეთ ჩვენი არხი, რათა შეიტყოთ უფრო მეტი ინფორმაცია.